თუ თქვენ შეხედავთ სოფლიოში უმდრესი ქვეყნების სიას, აღმოაჩენთ, რომ მათგან ყველა, გარდა პეტროს სახელმწიფოებისა, არის დემოკრატია. მე აქ დიდარში არ გულისხმობ ჯამურ ეკონომიკის ზომას, თორემ მაგ მაჩვენებლით ჩინეთი არის მეორე ადგილას. მე გულისხმობ საშუალო შემოსავალს, რომელშიც ჩინეთი საერთოდ საქართველოსაც კი ჩამორჩება. თქვენ ამას თუ შეხედავთ, აღმოაჩენთ ამ უცნაურობას. და ეს არის უცნაურიც და ამაღლობებელიც. უცნაური არის, რადგან საერთოდ არის ცხადი თუ რატომ უნდა იყოს მაინც-ამაინც დემოკრატიას სიმდიდრის გამოწვევი. ამაღლობებელი კი არის, იმიტომ რომ ბოლო 10 წელიწადში დემოკრატია არის სერიოზულ დაღმოსვლაში მსოფლიო მასშტაბით და საქართველოშიც. შესაბამისად, თუ გჯეროთ დემოკრატია ნაწილობრივ მაინც იწვევს სიმდიდრეს, მაშინ თუ ავტოკრატია გაძლიერდა ბოლო 10 წელიწადში, შეიძლება საპირისპირო ეფექტი მივიღოთ. მე ამ ვიდეოში შევეცდები, რომ ამის შესახებ ველაპარაკო და ავხსნა თუ რა კავშირი შეიძლება არსებობდეს მართლობის სისტემას და ეკონომიკურ განვითარებას შორის. შევხედეთ ზოგად პრობლემებსაც ავტოკრატიებს აქვთ, მე-20 საუკუნის რეჟიმებს და დღევანდელ დიქტატურებსაც. დასაწყისისთვის მე მინდა რომ გავიაროთ ერთი მარტივი მაგალითი თამაშთა თეორიიდან. წარმოიდგინეთ, რომ ყავს ორი ტიპი: მეფე და ბიზნესმენი. ბიზნესმენი წყვეტს ჩადოს თუ არა ინვესტიცია ქვეყანაში. თუ იგი ინვესტიციას არ ჩადებს, არაფერი არ მოხდება. თუ ჩადებს ინვესტიციას, მეფეს შემდგომ აქვს არჩევანი: მოიპაროს თუ არა ბიზნესმენის ფული. თუ იგი ამ ფულს მოიპარავს, მეფე იხერებს 100 ლარით, ბიზნესმენი კი 100 ლარის ზარალში წავა. თუ მეფე არ მოიპარავს ამ ფულს, მაშინ ბიზნესმენი მოგებას გააკეთებს და ქვეყანაც მოგებას გააკეთებს. ამ შემთხვევაში მეფეც და ბიზნესმენიც 50-50 ლარს იშოვიან. ახლა საქმე რაშია? ბიზნესმენის მიერ ფულის შედების შემდეგ მეფეს აწყობს ფულის მოპარვა. შესაბამისად, იგი ფულს ყველა ვარიანტში მოიპარავს და ბიზნესმენაც ეს იცის. ამიტომაც ბიზნესმენი ინვესტიციას არ გააკეთებს. ეს უკვე ცოტათი უცნაური არის. იმიტომ რომ მეფე რო არ იპარავდეს ფულს, მაშინ ბიზნესმენი გააკეთებდა ინვესტიციას და ორივე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მაგრამ მეფეს არ აქვს არანაირი გზა, რომ ამის გარანტია მისცეს ბიზნესმენს. საქმეზე რომ მევა, ყველა მიცის, რომ მეფე ქურდივით მოიქცევა. ამას ეწოდება თვითიძულების პრობლემა. მეფე ვერ აიძულებს საკუთარ თავს, რომ ფული არ მოიპაროს. ამის გამო თვითონაც ზარალდება, ბიზნესმენი ზარალდება და ზოგადად ყველა ორი მდგომარეობაში არის. მას რომ შეეძლოს საკუთარი თავის იძულება, რომ არ გახდეს ქურდი, მაშინ უკეთ იქნებოდა. მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ახლა კი წარმოვიდგინოთ ოდნავ სხვანაირი თამაში. სანამ ბიზნესმენი გადაწყვეტს ფული ჩადოს თუ არა, ჯერ მეფე წყვეტს თავისი ძალაუფლება გაუნაწილოს თუ არა პარლამენტს. თუ იგი ძალაუფლებას არ გაუნაწილებს პარლამენტს, მაშინ იგივე რაღაცა ხდება რა აქამდე და ბიზნესმენი ცხადია ფულს არ ჩადებს. მაგრამ თუ მეფე ძალაუფლებას გაუნაწილებს პარლამენტს, შემდგომ პარლამენტი იმას დაუშლის ფულის მოპარვას. შესაბამისად, შემდგომ ბიზნესმენი ჩადებს ფულს და ორივე იქნება უკეთეს მდგომარეობაში. ცხადია, ცხოვრებაში ეს ასე არ ხდება. აქ პარლამენტი არის თვითიძულების მექანიზმი, ანუ გზა, რომ მეფემ საკუთარ თავს აიძულოს, რომ არ იყოს ქურდი. ცხოვრებაში თუ შენ პარლამენტს ძალაუფლება გაუნაწილე, მაშინ ის შენ პრობლემებს შეგიქმნი, შეიძლება შენ ძალაუფლება დაკარგო, შეიძლება გილოტინაზე აღმოჩნდე, ან რაიმე სხვა უსიამოვნება გელოდეს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ბრიტანეთში ეგრეთ წოდებული დიდებული რევოლუციის მაგალითი, რომლის ფარგლებშიც მეფემ მართლაც რომ დაკარგა ძალაუფლება და პარლამენტი ბევრად გაძლიერდა. ეს დეტალურად გამოიკვლიეს დუგლას ნორტმა და ბარი ვაინგასტმა და მათ აჩვენეს, რომ ამის შედეგად ბრიტანეთში სერიოზულად დაეცა საპროტესტო განაკვეთები და ეკონომიკა განვითარდა. განვითარდა, რადგან ხალხს გაუჩნდა განცდა, რომ შეეძლოთ სახელმწიფოსთვის მიეცა ცესხი და იგი ამას არ მოიპარავდა, დააბრუნებდა ამ ცესხს, იმიტომ რომ პარლამენტი ამას მეფეს აიძულებდა. ეს არის ალბათ პირველი მთავარი მექანიზმი, თუ რატომ უსწრებენ დემოკრატიები დიქტატურებს ეკონომიკური განვითარებით. მათ აქვთ თვითიძულების მექანიზმი. დიქტატურებში შენ ვერანაირად ვერ უბრძანებ აღმასრულებელ შტოს, რომ რაღაცა გააკეთოს ან არ გააკეთოს. დემოკრატიებს კი აქვთ ძალაუფლების გადანაწილება და დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც შემდგომ უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ამას ასევე ზოგჯერ ეძახიან ინკლუზიურ და ექსტრაქციულ ინსტიტუციების შორის განსხვავებას. ამის ყველაზე კაფიო მაგალითი არის აჯემოღლს და რობინსონის ნაშრომები, რომლის შედეგადაც მათ ნობელის პრემია მოიგეს. ამაზე მათ ბევრი სტატია აქვს დაწერილი, მაგრამ ზოგადი იდეა ყველგან იგივე არის. იმ კოლონიებში, რომლებმაც კოლონიზატორებმა შექმნეს ინკლუზიური ინსტიტუციები, ანუ იცავდნენ საკუთრების უფლებას, ადამიანებს ჰქონდათ სტიმული, რომ მეტი ემუშავა და მეტი ეწარმოებინათ, რადგან მათ დაარჩებოდათ ის დოლოთი, რომელსაც შექმნიდნენ. იმ კოლონიებში კი, რომელშიც ეს არ იყო, საპირისპირო მოხდა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ის ადგილები, რომლებიც ბუნებრივი რესურსებით უფრო მდიდარი იყო თავის დროზე, შემდგომ მომავალში უფრო ღარიბი აღმოჩნდა, რადგან იქ კოლონიზატორების მიზანი იყო, რომ ყველა ეს რესურსები წამოეღოთ და არა ის, რომ მაგალითად საკუთრების უფლება განავითარებინათ. შედეგებს კი ახლა ხედავთ. ოღონდ ისტორიულად ავტორიტარების ერთადერთი ნაკლი არ ყოფილა თვითიძულების პრობლემა. როგორც თქვენ იცით, მე-20 საუკუნეში კლასიკური მონარქიები დიდწილად ჩაანაცვლა ახალი ტიპის დიქტატურებმა, მაგალითად SSRK-მ და ნაცისტურმა გერმანიამ. ჩვენ უფრო SSRK-ზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუმცა ნაცისტური გერმანიის მოდელსაც რაღაც ზონაზე შემდგომ დავაბრუნდები. სანამ ამაზე გადავალ, მე მსურს რომ ერთი კითხვა დაგისვათ. თუ ცით რა ორი გზა არსებობს, რომ ქათამს მეტი კვერცხი დავადებინოთ? არენერულად ამას დავაბრუნდებით და პასუხსაც გეტყვით. ესე იგი, როგორც იმედია ყველა ქართველმა იცის, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო იდეოლოგია იყო კომუნიზმი. ეს ნიშნავდა რამდენიმე რაღაცას. პირველი,
საბჭოთა კავშირს ჰქონდა გოსპლანი, რომელიც ყვება თუ რა უნდა დამზადებულიყო ქვეყანაში და რამდენი. ანუ თუ რამდენი პური უნდა გამოეცხოთ, ან რამდენი წიგნი უნდა დაეპეჭდათ. მეორე, სახელმწიფო წყვეტდა იმას თუ ვინ რას დაამზადებდა. ანუ პურს გამოეცხოდა ზვიადი თუ მერაბი, ამასაც სახელმწიფო გვეტყოდა. და მესამე, სახელმწიფო განსაზღვრავდა თუ ვინ რას მიიღებდა. ანუ სიტყვაზე ორი საწარმო მოითხოვდა კარაქს, ან ორი საწარმო მოითხოვდა დენს, მაშინ სახელმწიფო წყვეტდა თუ ვინ რას მიიღებდა. ეს კი თავის მხრივ ძალიან ბევრ პრობლემას ქმნიდა. საქმე ისაა, რომ თანამედროვე ეკონომიკაში წარმოებას განსაზღვრავს ხოლმე ბაზარი. როცა მომხმარებლებს სურთ მეტი კარაქი, მიდიან მაღაზიაში და ყიდულობენ ბევრ კარაქს. თუ კარაქი არ ეყოთ, მაგ შემთხვევაში გაიზრდება მასზე ფასი და ეს მწარმოებელს მიცემს სტიმულს, რომ შექმნას მეტი კარაქი, რათა დააკმაყოფილოს გაზრდილი მოთხოვნა. ეს კი ნიშნავს, რომ ფასი ატარებს ინფორმაციას. ინფორმაციას ატარებს მწარმოებლისთვის, რომ გაზრდელი არის მოთხოვნა და შესაბამისად მათ აქვს ახლა სტიმული, რომ გაზარდონ წარმოება. ეს სსრკ-ში არ ხდებოდა, რადგან ფასები იყო დარეგულირებული სახელმწიფოს მიერ. თუმცა მოცდა უწევდათ ყოველ წელს, სანამ ახალი გოსპლანი უნდა მიიღოთ და გადაწყვეტდნენ ისევ რამდენი კარაქი შეექმნათ. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში თუ რამდენიმე საცხობი არსებობს და ყველა იგივენაირ პურს ამზადებს, თქვენ პურს იყიდეთ იმისგან, ვინც უფრო იაფად ამზადებს პურს. შესაბამისად, ბაზარი პურს დამზადებინებს იმას, ვინც ყველაზე ეფექტურად აკეთებს ამას. სსრკ-ში ესეც არ ხდებოდა. რადგან სახელმწიფომ რეალურად არ იცოდა თუ ვინ რა შექმნიდა იაფად და ვინ რას ზვირად. შეიძლება მათ ყოველთვის იგივე ხალფასი გადაეხადათ და ამ მხრივ ყოველთვის იგივენაირად ზვირი ყოფილიყო ან იგივენაირად იაფი, მაგრამ მათ არ იცოდნენ თუ ვინ რამდენ ქვილს გაფლანგავდა. შესაბამისად, ამას ვერ ითვალისწინებდნენ და მაინც ეფექტურობა იკარგებოდა. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში ეგეც გათვალისწინებულია, რადგან ადამიანი თუ მეტ ფულს ფლანგავს პურის დამზადებისას, ეს შემდგომ ფასზე აისახება და იმაზე თუ თქვენ ვისგან იყიდეთ. და ბოლოს, საბაზრო ეკონომიკაში ფასები ადგენს იმას, თუ ვინ რას მიიღებს. ამის მნიშვნელობა რო გავიაზროთ, წარმოიდგინეთ, რომ ხართ ენერგეტიკის მინისტრი. თქვენ ყოველწლიურად აქამდე გქონდათ 200 ვატი დენი და 100 ვატ დენს აძლევდით ქათმების ფერმასა და ქარხანას. წელს კი რაღაც აირი და ჯამში გაქვთ მხოლოდ 100 ვატი დენი. შეკითხვა არის შემდეგი, როგორ გაანაწილებთ ამ დენს? თუ თქვენ უპასუხეთ, რომ 50-50-ზე იზავთ, ან რომ იმას მისცემთ, ვინც უფრო მეტად მოგთხოვთ, ან თუ ნებისმიერი განაწილება მოიფიქრეთ, რომელიც ქარხანას არ აძლევს სრულ 100 ვატს, მაშინ თქვენ მიქარეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ ამ ქარხანას 100 ვატი დენი სჭირდებოდა რომ ემუშავა, ქათმების ფერმას კი უნდოდა დენი, რომ ქათმები გაეცბო. თურმე არსებობს ორი გზა, რომ ქათმს მეტი კვერცხი დავადებინოთ. პირველი არის, რომ გავათბოთ, მეორე გზა კი არის, რომ მეტი ვაჭამოთ. ანუ ფერმას შეეძლო, რომ დენის დანაკლისი ჩაინაცვლებინა საჭმლით. ქარხანას ეს ვარიანტი არ ქონდა. თქვენ ახლა ეს არ იცოდეთ, იმიტომ რომ ენერგეტიკის მინისტრი ხართ და არა ვიღაცა ფერმერი. როგორ უნდა იცოდეთ, რომ ქათამში შეგიძლია მეტი კვერცხი დაადებინო რაღაც გათბობით და მეტი ჭამით. მაგრამ თუ გინდათ, რომ ეფექტურად გადაანაწილოთ რესურსები, მოგიწევთ, რომ ესეთი უაზრობები იცოდეთ. ესაც უნდა იცოდეთ, ისიც უნდა იცოდეთ. ინდაურებს როგორ უნდა დაადებინოთ მეტი კვერცხი, ისიც უნდა გესმოდეთ, რა შეჭირდება კავიეს შუქი, ისიც უნდა გესმოდეთ, შეშინებულ ბავშვს ძილის წინ რაში უნდა შუქი. და ისიც უნდა გესმოდეთ, თითოეული მათგანი უშუქობის შემთხვევაში რას გააკეთებს. მაგრამ აქ არსებობს ერთი მარტივი გამოსავალი. ეს არის, რომ დენი გაყიდოთ. თუ თქვენ დენს გაყიდით, მაგ შემთხვევაში როგორც კი დეფიციტი შეიქმნება, თქვენ ფასს გაზრდით. ამ შემთხვევაში კი ქარხანა ძალიან ბევრს დახარჯავს იმისათვის, რომ დენი მიიღოს, ქათმების ფერმა კი არა. ქარხანა ძალიან ბევრს დახარჯავს, რადგან სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. დაიხურება იმ შემთხვევაში, თუ ეს დენი არ ექნება. ქათმების ფერმა კი ჩანაცვლებს ამ დენს უბრალოდ მეტი საჭმლის ყიდვით. ეს ნიშნავს, რომ ფასი გადასცემს აქ ინფორმაციას. როგორც კი თქვენ გაზრდით ფასებს, ქარხანა მიხვდება, რომ საჭირო ყოფილა ამაში მეტის დახარჯვა, მეც დახარჯავს. ქათმების ფერმა ამას არ იზამს, როგორც კი მიხვდება, რომ დენი უფრო რთული საშუალებელი გახდა. თქვენი პერსპექტივიდან კი აღმოაჩენთ, რომ თურმე უფრო მეტად სჭირდებოდა დენი ქარხანას ვიდრე ქათმების ფერმას, ის რომ საერთოდ არაფერი არ გისწავლიეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაადებინოთ ქათამს მეტი კვერცხი ან რაიმე სხვა. საბჭოთა კავშირში კი ესე არ მუშაობდა. მათ არ ქონდათ ფასები, ამიტომაც უამრავი პრობლემა შეექმნათ და დასავლურ ეკონომიკებს ძალიან მაგრად ჩამოშინეს. საუკუნის ბოლოს კი სსრკ საერთოდ ჩამოიშალა. ეს არის ალბათ ავტორიტარების მეორე მთავარი პრობლემა. ისინი ხშირად ცდილობენ ხოლმე რომ ეკონომიკაზე ტოტალური კონტროლი დაამყარონ, რადგან ეს მათ უმყარებთ ხოლმე პოლიტიკურ ძალაუფლებას. შედეგი კი ხშირად არის სავალალო. სსრკ-ის შემთხვევაში კი მის დაშლას მოყვა ეგრეთ წოდებული უნიპოლარული მომენტი. ანუ, გაიმარჯვა ამერიკამ მცირ ომში და დაიწყო მსოფლიოში დემოკრატიისა და კაპიტალიზმის ბევრად სწრაფი გავრცელება. სწორედ ამ დროს აწერა ფუკუიამა მისი უცნობილესი სტატია ისტორიის დასასრული, სადაც ამტკიცებს, რომ დასავლური სტანდარტული სისტემა, ანუ ლიბერალური დემოკრატია, არის ბოლო საფეხური პოლიტიკური განვითარების. ანუ, ლიბერალური დემოკრატიის პოლიტიკური კონკურენტი ფუკუიამას აზრით არ ყავდა. მაგრამ თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ ალბათ 2026 წელს, ანუ უფრო გვიან. იცით, რომ დასავლურ სისტემას გამოუჩნდა ძალიან სერიოზული კონკურენტი, ეგრეთ წოდებული ავტორიტარული კაპიტალიზმის სახით. ამას კი ყველაზე კარგად ჩინეთი განასახიერებს, რომელიც ბოლო 30 წელია ძალიან სწრაფად ვითარდება. ავტორიტარული კაპიტალიზმი უფრო ზოგადად ნიშნავს ნებისმიერ სისტემას, რომელშიც დემოკრატია ფაქტიურად არ არსებობს, მაგრამ ეკონომიკა
დიდწილად თავისუფალი ბაზრის პრინციპებით იმართება. ამ კატეგორიაში როგორც ვთქვით, ჩინეთს მოიხსენიებენ, მაგრამ ასევე რუსეთს და სინგაპურსაც კი. და მე ვიტყოდი, რომ ნაცისტური გერმანია დღეს რო არსებობდეს, ესეც ალბათ ავტორიტარულ კაპიტალიზმში გავიდოდა იმის მიხედვით, რომ სახელწოდებაში სოციალისტური ეწერათ. და ალბათ ესე 2010-2022 წლებში ეს სისტემა ძალიან სერიოზულად განიხილებოდა დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივად. საქმე ისაა, რომ განსხვავებით დემოკრატიისგან, დიქტატორს არ უწევს დიდად ხალხის ნებაზე ნერვიულობა. დემოკრატიებში როცა არჩევნები მოდის, ეგრევე იწყება ხოლმე პოპულისტური დაპირებების გაცემა. იმაზე ლაპარაკი, რომ პენსიებს გაზდიან, საპროტესტო განაკვეთებს დაბლად აწევენ და ასე შემდეგ. დიქტატურას ეს არასოდეს არ უწევს, რადგან იგი ძალაუფლებას არ კარგავს და არჩევნები არ გააჩნია. შესაბამისად, პოპულიზმი ბევრად უფრო დაბალ დონეზე არის. მეტიც, დემოკრატიაში ხალხი ძალიან ბევრ რაღაცას ამოხრუჭებს, მაგალითად, პროექტებს, მშენებლობებს, რკინიგზის მშენებლობებს. ეს არის მუდმივი პრობლემა ამერიკაში, რომ ძალიან ბევრი რაღაც ვერ კეთდება, იმის გამო რომ ხალხი ამას ბლოკავს. დიქტატურას ამაზე ნერვიულობა არ უწევს, უბრალოდ გაცემენ ხოლმე მშენებლობის ნებართვას და მორჩა. ამ ყველაფრის ფონზე ბევრი დიქტატურა მართლაც რომ ძალიან სწრაფად გაიზარდა და განვითარდა. და საზოგადოებაში გაჩნდა ესეთი აზრი, რომ თუ ჩვენი მიზანი არის ეკონომიკური ზრდა, შეიძლება ავტორიტარული კაპიტალიზმი არათუ კონკურენტი არის ლიბერალური დემოკრატიის, არამედ შეიძლება უკეთესიც კი იყოს. ეს აზრი განსაკუთრებით დომინირებდა დაახლოებით 2022 წლამდე. 2022-ში კი ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველი, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რომლის შედეგადაც საშინელი ზიანი მიაყენეს საკუთარ თავს და უკვე 20 წელზე მეტი არის ეს ომი მიმდინარეობს და მეორე, ჩინეთმა გაატარა ეგრეთ წოდებული ნულოვანი კოვიდის პოლიტიკა, როდესაც სადეს რომ კოვიდი საერთოდ გაექროთ ქვეყნიდან. ეს ცხადი არ გამოუვიდეთ და პროცესში უდიდესი ზიანი მიაყენეს საკუთარ ეკონომიკას. მეტიც, თქვენ თუ ნახავთ პროგნოზებს იმისა თუ როდის უნდა გადაასწროს ჩინეთმა ამერიკას ეკონომიკურად, თავის დროზე პროგნოზი იყო, რომ ესე 2020-იანებში შეიძლება გადაასწრო. შემდგომ კი წამოვიდა ძალიან დიდი ოპტიმიზმის ტალღა ჩინეთის მიმართ. და ხალხს ეგონა, რომ არა, ხალხო 2020-ში კი გადაასწრებს ჩინეთი ამერიკასო. ეს როგორც ხედავთ არ მოხდა. ახლა ისევ ფიქრობენ, რომ 2040-იანების ამბავი უნდა იყოს ეს. მე თუ მკითხავთ, შეიძლება 2040-იანებშიც არ მოხდეს, იმიტომ რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ნელდება და ამას მთელი რიგი ფაქტორები აქვს. მაგრამ ამ ყველაფრით ვლინდება დიქტატურების ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება. ზოგჯერ ისინი აფრენენ. როგორც აქამდე ვახსენეთ, დემოკრატიებში უამრავი დაბრკოლება არსებობს, რომელიც საქმის გაკეთებას ართულებს ხოლმე. მაგრამ იგივე დაბრკოლებები პრევენციას ახდენს, რომ ვიღაცამ რაღაცა სიგიჟე არ გააკეთოს. ეს დაბრკოლებები არ არსებობს დიქტატურებში. მათ როცა უნდათ, რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ. ან სხვანაირად რომ გითხრათ, მე მგონია, რომ რუსეთი რო დემოკრატია ყოფილიყო, ისინი არ დაიწყებდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომს. ანალოგიურად მე მგონია, რომ ჩინეთი რო დემოკრატია ყოფილიყო, ნულოვანი კოვიდის პოლიტიკას არ გაატარებდნენ 2022 წელს. აქ კი ალბათ მნიშვნელოვანია ახსნათ, რომ ყველა დიქტატურა იგივე არ არის. არსებობს ეგრეთ წოდებული პერსონალისტური რეჟიმები და პარტიული რეჟიმები. პერსონალისტური ეწოდება რეჟიმს, რომელშიც დიქტატორს აქვს ფაქტიურად აბსოლუტური ძალაუფლება. ესეთი იყო სიტყვაზე სტალინის სსრკ ან ჰიტლერის ნაცისტური გერმანია. პარტიული კი ეწოდება დიქტატურას, რომელშიც ელიტების მცირე ჯგუფს აქვს სერიოზული გავლენა სახელმწიფოზე და დიქტატორზეც. ესე დროს დიქტატორი რეალურად უფრო აღმასრულებელი დირექტორებით არის და ვერანაირ სიგიჟეს ვერ დააპირებს. ესეთი რეჟიმი იყო ხრუშოვის დროინდელი სსრკ ან 15 წლის დროინდელი ჩინეთი. ამ სიტუაციაში ელიტებს შეუძლიათ, რომ ნებისმიერი პრობლემური დიქტატორი მოიშორონ ძალიან მარტივად. ეს მათ კი არ შეუძლიათ პერსონალისტურ რეჟიმში, რომელშიც თუ დიქტატორი რაღაცა სიგიჟეს დააპირებს, ვერ დაუშლი. მისი ძალაუფლება მაგ დროს არის აბსოლუტური. საქმე ისაა, რომ ბოლო 15 წელიწადში ჩინეთის და რუსეთის უფრო პარტიული სისტემებიდან გადავიდნენ უფრო პერსონალისტურ სისტემებამდე. ანუ პუტინიც და ციც გახდნენ უფრო მეტად პერსონალისტური დიქტატორები და მათ შეზღუდეს ელიტების ძალაუფლება. ორივე მოიშორა მათთვის არასასრული გენერლები და ორივემ შეცვალა წესები, რათა მესამეოდით კენჭისყრა შეძლებოდათ. ამის შედეგი არის, რომ ორივე თავისუფალი არის იმაში, რომ სიგიჟეები აკეთონ. ამას ვერავინ ვერ დაუშლის. ეს კი წარმოქმნის მრავალშრე პრობლემას. პოლიტიკურ მეცნიერებაში განვასხვავებთ ხოლმე მოძრავ და უძრავ ყაჩაღებს. მოძრავი არის ყაჩაღი, რომელიც შემოვარდება სოფელში, ყველაფერს მოიპარავს, მიწას აოხრებს და შემდგომ წავა. ასევე არსებობს უძრავი ყაჩაღი, რომელიც სახლდება სოფელში და დროთა განმავლობაში იპარავს. მას არ აწყობს ის, რომ ხალხი ააწიოკოს, ან რომ მიწა ააოხროს. მისი მიზანი არის, რომ სოფელს დიდი წარმოება ჰქონდეს, რათა გრძელვადიანად მოიპაროს ბევრი. იგივე ეხება დიქტატურებსაც. ისეთ რეჟიმებში, რომელშიც ყავს პერსონალისტი, იგი ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება მოკვდეს. ამიტომაც უფრო მოძრავ ყაჩაღს ემსგავსება. დრო აქვს შეზღუდული და ახლა უნდა რომ ყველაფერი ააოხროს და მოიპაროს. მაგრამ თუ პარტია მართავს ქვეყანას, მას სხვანაირი სტიმულები გააჩნია. უნდა რომ ქვეყანა გრძელვადიანად მდიდარი იყოს, იმიტომ რომ პარტია არ კვდება, გრძელვადიანად იპარავს.
შესაბამისად, როცა სისტემა იცვლება და ნაკლებად პარტიული ხდება და უფრო პერსონალისტური, ყაჩაღობის სტილიც იცვლება და უფრო ემსგავსება მოძრავი ყაჩაღის სტილს და ყველაფრის აოხრებას. რომ შევაჯამოთ, დიქტატურასა და ეკონომიკას აქვს ძალიან არასესაემნო დამოკიდებულება ერთმანეთთან. როგორც წესი, მათ აქვთ ხოლმე თვითუძველების პრობლემა და ვერ მოგცემენ გარანტიას, რომ შენს საკუთრებას არ მოიპარავენ. ასევე აქვთ მიდრეკილება, რომ დაამყარონ ტოტალური კონტროლი ეკონომიკაზე. ეს კი ტრაგედიით სრულდება, რადგან საბაზრო პრინციპების გარეშე შეუძლებელი არის, რომ ეკონომიკა ნორმალურად მართვა. ასევე, მაშინაც როცა ამას არ არღვევენ და ავტორიტარული კაპიტალიზმი აქვთ, არის ესეთი ტენდენცია, რომ დაემსგავსონ უფრო პერსონალისტურ რეჟიმებს და შემდგომ გააფრენონ და სიგიჟეები აკეთონ. ეს ხადია არ ნიშნავს, რომ დემოკრატია არის უნაკლო, მაგრამ როგორც მინიმუმ მისი პრობლემები განსხვავებულია. სულ ეს იყო დღეისთვის. მადლობა თუ აქამდე მოისმინეთ. ძალიან გამიხარდება თუ არს გამოიწერთ ამ ვიდეოს მოიწონებთ და თუ დააკომენტარებთ მით უმეტეს. გინ დადებითი კომენტარი იყოს, გინ უარყოფითი. კარგად.